ჩვენ ვიმყოფებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედაკვირიკეში ტერიტორიაზე, სადაც ჩემს ხელ მარცხნივ არის ქობულეთის შემოვლითი გზა და შესაბამისად ტერიტორიაზე, რომელიც ისტორიულად ეკუთვნოდა შებან ღაღაიშვილის ოჯახს. მე წარმოგიდგენთ საარქივო ცნობას, რომელიც ადასტურებს, რომ ერთპიროვნულად აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა შებან ღაღაიშვილის ოჯახს. ამ საარქივო ცნობაში მითითებულია შესაბამისი მახასიათებლები, პარამეტრები, ისიც თუ რა ხეხილსანერგე კულტურები არსებობდა ამ ტერიტორიაზე და თუ რა ფართობით ფლობდა შებან ღაღაიშვილი აღნიშნული მიწის ნაკვეთს. ოჯახმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებებით გასხვისებას ჰქონდა ადგილი. მას შემდგომ, რაც საქმის დოკუმენტაცია იქნა შესწავლილი, აღმოჩნდა, რომ ოჯახის ნათესავებმა, ბადრი ღაღაიშვილმა, დავით ღაღაიშვილმა აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქობულეთის საკრებულოს მიწის აღიარებითი კომისიის გადაწყვეტილებებით აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიიღეს, შემდგომ გადამალეს, მას შემდგომ რაც განიზრახეს, რომ ხელიდან გაეცალათ ძვირადღირებული მიწის ნაკვეთები, მოახდინეს ამ მიწის ნაკვეთების ჯერ იპოთეკით დარეგისტრირება და შემოსავლის მიღება, შემდგომ თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებების სახით აღნიშნული ქონებების ოჯახთან და პირადად მათთან დაახლოებული ნათესავებისა და ახლობლების მიმართ გადაფორმება. ბადრი ღაღაიშვილმა ასევე თვალთმაქცურად აღნიშნული მიწის ნაკვეთები გარკვეული ვალდებულებების პირობებში გადასცა ბიზნესმენ დიასამიძეებს, ხოლო მას შემდგომ, რაც ჩვენ საერთო სასამართლოების წესით დავიწყეთ უძრავი ქონებების უკან დაბრუნების თვალსაზრისით სამართლებრივი დავა, ბიზნესმენმა რაულ დიასამიძემ აღნიშნული ქონება ასევე ჩვენი აზრით თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე გადასცა ამ სოფელში მაცხოვრებელ აჭარაში ცნობილ ბიზნესმენ ჯემალ ბათაძის ოჯახის მიმართ, კერძოდ ამ ქონებების მფლობელი ამ თვალთმაქცური გარიგებების ფონზე გახდა მისი შვილი ვაჟა ბათაძე. ამ ნაწილში მინდა საზოგადოებას მივაქცევინო ყურადღება, რომ ეს არის თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, რომლითაც სასამართლომ ბიზნესმენ ბათაძეების ოჯახს, მეტადრე ვაჟა ბათაძეს დაუყადაღა, აუკრძალა ამ უძრავი ქონებების გასხვისება, მეტიც ამ უძრავ ქონებებზე სამშენებლო საქმიანობის განხორციელება, ვინაიდან და რადგანაც ცნობილი გახდა, რომ ბათაძეები ამ ტერიტორიას გარკვეული სამშენებლო საქმიანობის მიზნებისთვის უნდა გამოეყენებიათ. ბუნებრივია 2015-17 წლებში მიღებული ინფორმაციით ბათაძეებს ერთხელ უკვე ჰქონდათ მცდელობა ამ ტერიტორიის ყიდვასთან დაკავშირებით, მაშინ ოჯახმა აწარმოა შესაბამისი შეხვედრები და ასე ვთქვათ დარწმუნება ბატონ ჯემალ ბათაძესთან, რომელმაც გადაიფიქრა ამ ტერიტორიების შეძენა. არსებობს საქმეში წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტაცია, რომლითაც ბათაძეები საქმის კურსში ჩავაყენეთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობდა სამართლებრივი პროცედურები უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით და თავი შეეკავებინა აღნიშნული უძრავი ქონების შეძენასთან მიმართულებით. როგორც ჩანს, ნამდვილი მესაკუთრის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული, როგორც ჩანს, ბიზნესმა და დიდმა ფულმა გარკვეული როლი ითამაშა მესაკუთრის წინააღმდეგ, როგორც ჩანს, აღნიშნული ქონების ბათაძეების მიმართ გადაცემას თუ ბათაძეების მხრიდან მიღებას ჰქონდა დიასამიძეებისა და ბათაძეებს შორის ფარული გარიგების საფუძველი და დღეს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად შებან ღაღაიშვილის პირდაპირი შთამომავალი ქალბატონი თალიკო ღაღაიშვილი სასამართლომ აღნიშნულ სამემკვიდრეო მასასთან დაკავშირებით აღიარა როგორც ამ უძრავი ქონებების ფაქტობრივი მფლობელი და მას მიეცა სრული შესაძლებლობა
იმისთვის რომ მოთხოვნის უფლება წარმოეშვას ამ ქონებების უკან დაბრუნების კუთხით, რა თქმა უნდა, საერთო სასამართლოებში დაწყებულია დავა როგორც ქონებების უკან დაბრუნების კუთხით, თვალთმაქციური გარიგებების პატილაცნობის კუთხით, ასევე იმ ზიანის ანაზღაურების კუთხით, რომელიც მიუღებელი შემოსავლის სახით ოჯახმა ამ წლების განმავლობაში მიიღო. ჩვენ ჩამოვედით ქობულეთში და გვსურდა შევხვედროდით იმ ადამიანებს, ვინც ამ უძრავი ნივთის თაობაზე უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს. თქვენ მოისმენთ სხვადასხვა გვარის წარმომადგენლის შეფასებას, რომლებიც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ იმას, რომ ეს მიწის ნაკვეთები მთლიანად ეკუთვნოდა შებან ღაღაიშვილის ოჯახს, მისი გარდაცვალების შემდგომ მის შვილს ასლან ღაღაიშვილს, ხოლო ასლან ღაღაიშვილის მეუღლეა ქალბატონი თალიკო ღაღაიშვილი და აქ ყველა მაცხოვრებელმა, მათ შორის ჯემალ ბათაძემ, რომელიც როგორც დგინდება ამ სადაო მიწის ნაკვეთიდან 300-400 მეტრში მცხოვრები პირია, აქ დაიბადა, აქ გაიზარდა. მან, რა თქმა უნდა, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარეც ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს უძრავი ქონება ეკუთვნოდა ღაღაიშვილების ოჯახს და მას როგორც კეთილსინდისიერ ადამიანს უნდა შეეკავებია თავი ამ ქონებების არამართლზომიერი ფლობელობისგან. ჩვენ მოусმენთ ადამიანებს, რომლებიც აქ დაიბადნენ, აქ გაიზარდნენ, ამ ტერიტორიის სიახლოვეს მათთვის ცნობილია ყველა გარემოება და საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროცესში ჩართული აღმოჩნდა ნებსით თუ უნებლიეთ, მიეცემა დამატებითი ინფორმაცია თუ რეალურად ვისი საკუთრება, ვისი მფლობელობა, რა წინაპირობებით არის ეს ყველაფერი გაჯერებული, რომ ეს სადაო ქონება ეკუთვნის ღაღაიშვილების ოჯახს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ სამართალი იზეიმებს ამ კუთხით და ამ პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაგვიწევს ის შეფასებები და მონათხრობი, რომელიც ამ მიწის ნაკვეთის კანონიერი მფლობელის, მართლზომიერი მფლობელის და ნამდვილი მფლობელის გამოვლენის კუთხით დაგვეხმარება. ეს ისტორია ასე არის. მე ასე ვიცი, მოყვანილი ვარ 64 წელში, მას შემდეგ ამ მიწას ფლობდა ჩემი ოჯახი, ასე რომ როგორც საკუთრება ისე იყო. თუ კი ვინმე მოვიდოდა და რამის გაკეთება უნდოდა, ჩემ მეუღლესთან მოდიოდა ყველა. იყო შემთხვევა, როცა ბადრი ღაღაიშვილის ბაბუასთან მივიდა ადამიანი და სთხოვა, უნდოდა დედისთვის სასაფლაოს გაკეთება. იმან ჩემს მეუღლესთან გამოაგზავნა. უთხრა, რომ მაგ მიწის მფლობელი მე არა ვარ, მაგ მიწას ფლობს შებან ღაღაიშვილის ბიჭები და იმასთან მიდი. ეგენი თუ ნებას მოგცემს, მე არაფერი არ მექნება საწინააღმდეგო. ეს ერთი. იყო კიდევ შემთხვევა, როცა პროფილაქტიკის გაკეთება უნდოდათ მაგ ადგილას. იმაზეც ვარი მიიღენ, პავილიონი, სადაც იყო, ის მას ეკუთვნოდა, პირადად მისი იყო. აგერ ისა პუნქტი, აქ იყო ჩაის მიმღები პუნქტი, აი ის ტერიტორია მისი იყო. მის საკუთრებაში, როგორც საკუთარი მისი, ისე იცოდა მთელმა სოფელმა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს მოსულიყოს და ეთქვას, რომ მე აქ რაღაცა გავაკეთო უნდა და უნებართოდ ვინმეს რამე გაეკეთებია. ეს არ ყოფილა არასდროს. ჩემი პოზიცია იყო, მე ჩემ მეუღლეს რომ ელაპარაკებოდა ის ადამიანი, ის ეხლა აღარ არის ცოცხალი, აი ეს ჩემი ყურით გავიგონე. რომ ჩემმა მეუღლემ სასტიკი ვარი უთხრა, რომ არავითარ შემთხვევაში მაგ სასაფლაო კი არა არ გავაკეთებიებ არავის არაფერსო. ეს არის ჩემი საკუთარიო. აი ის ტერიტორია არის, რომელსაც ფლობდა ჩემი მამამთილი, შემდეგ მამამთილის სიკვდილის შემდეგ ჩემი მეუღლე
ფლობდა და ის მას ეკითხებოდნენ ყველაფერს და ვისაც რა უნდოდა. ბადრი და დათო ღაღაიშვილები არის ჩემი ოჯახის ახლო ნათესავები. ახლობლების სულ, რომელმაც ეს საქმე ასე გაგვიკეთა და ასე მოგვექცა. პრულად მოგვექცა. მალულად ჩვენ არ ვიცოდით არაფერი, პირველად ისე გაიფორმა ეს მიწა. ჩვენ რო გავიგეთ, მერე ვეცადეთ რომ შინაურული მოლაპარაკებით ეს მოგვარებულიყო. მაგრამ ეს ისეთი პიროვნება გამოდგა, რომ მასთან არავითარი მოლაპარაკება, არავითარი კარგი სიტყვა არ გაჭრა მოკლედ. მიწების მიტაცების ამბავი გავიგე 2022 წელს. როდესაც გადავწყვიტე, რომ მე წავსულიყავი სოფლიდან, მაგრამ თანხა გჭირდებოდა. ჩემ შვილებს შევთავაზე, რომ გაეყიდათ ეს ჩვენი კუთვნილი მიწა, ხო და ქალაქში გვეყიდა სამაგერო. ოჯახის წევრებმა მითხრა, რომ ეს მიწა ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა, ეს იყო უკვე ბადრი და დათო ღაღაიშვილებზე გაეფორმებიათ მალულად და ჩუმად. ემოციურად ადვილი მისაღები არ იყო. მაგრამ ცუდი რამე რო არ მომხდარიყო ბიძაშვილებს შორის, ამიტომ მე ეს გადაწყვეტილება ჩემ შვილებს თანახმა გავხდი. დავთანხმდი ამაზე და დავტოვე ჩემი 60 წლის ოჯახი. დათო და ბადრის წინაპარს აქ არ ქონდა არავითარი მიწა. ეს მიწა ეკუთვნოდა მხოლოდ შებან ღაღაიშვილს, ჩემს მამამთილს. ჯემალ ღაღაიშვილის საკუთრება და დანარჩენი ძმების საკუთრება არ იყო. ჯემალ ღაღაიშვილმა და ოსმან ღაღაიშვილმა გაიყვნენ ძირითად ბაღში. ხო და ჩემ დედამთილი არ მოწევია არაფერი ძირითადი ოჯახიდან. ჩემი დედამთილს მისცა ბიძაშვილმა, ჩემი დედამთილი უნდა დასახლებულიყო ოდიში, აი აქა, ამ პუნქტის თავზე. მაგრამ იქ რომ მიიტანეს მასალა, უნდა სახლი გაეკეთებია, იქა ტურებს ამოეყარა მიცვალებულის ძვლები. ხო და ეს რომ ჩემმა დედამთილმა ნახა, სასტიკი ვარი თქვა, რომ შვილებს უთხრა, რომ მე იქ სახლს აღარ გავაკეთებო და всё დაანება დამთავრდა. მაგაზე ლაპარაკი, რომ იქ სახლი გაეკეთებია. ეს შემთხვევა მოხდა 1930 წლებში, 30-იან წლებში. პავილიონი რო იყო, ის პავილიონი ნებართვით გაკეთდა. ჩემი მეუღლის ნებართვით. მასთან მოვიდნენ და ნებართვას თხოვეს და გაკეთდა იმით. მერეც პატრონობდით. თელმა სოფელმა იცოდა, რომ ეს ჩვენი იყო. ჩვენ გვეკუთვნოდა შებან ღაღაიშვილის ოჯახს. ყველა მიცოდა, აი ბავშვი რო ბავშვია, ისიც გეტყოდა, რომ ეს არის შებან ღაღაიშვილის. მე როცა შემეძლო, მაშინ დავდიოდი და ნიგოზი იყო, თხილი იყო, რაღაცები იყო, ხეხილი იყო, იმას ვკრებდი. ამ ტერიტორიას მოიხსენიებდნენ შებან ღაღაიშვილის ვაშლები. აი ასე ეძახდა ყველა. მე ვარ შებან ღაღაიშვილის შვილიშვილი. მე რაც მახსოვს, დავიბადე რომ გავიზარდე. საღად მოაზროვნე, რომ ვიყავი, ვიცოდი რომ ეს მიწის ნაკვეთი 2, სადაც პავილიონი იდგა და ჩაის პუნქტი. გორა რო იყო მიწით სავსე. იყო ჩვენი. ბაბუაჩემი მაშინ კომუნისტების დროს 37 წელში გადაასახლეს, დახვრიტეს. იყო გორაზე ვაშლები, იკრიბებოდა და ბარდებოდა კოლმეურნეობას. თაზე უწყისი იწერებოდა შებან ღაღაიშვილის ვაშლები. მაგ იყო ტყემალი კიდე 1000-იანი ხეხილი იყო, იკრიბებოდა, უწყისი იწერებოდა შებან ღაღაიშვილის მიწის ნაკვეთიდან. აქ არავითარი დავა, ვინმესო ეთქვა, რომ ეს ჩემია ვიღაცის გამორიცხული იყო რა ეს თემა. სიტყვა მსგავსი მე არ გამიგონია საერთოდ. მერე აქ გადაწყვიტეს კოლმეურნეობამ გადაწყვიტა ჩაის, არა, მანდარინის პუნქტის, მიმღები პუნქტის აშენება. გამოვიდნენ ბიძაჩემთან ასლანისთან და თხოვეს, მაინც ასარგებლობთო, ხო და გაკეთეს უნდა პავილიონი. ხო და თქვენო წინააღმდეგი ხარ ხართო, არაო უთხრეს. დაჟე მამაჩემს დაბირდნენ, რომ მუშაობას დავაწყებინებთო. და გაკეთდა
მანდარინის მიღების პუნქტი. ეს მანდარინის მიღების პუნქტი ამ ჩვენს საკუთარ მიწის ნაკვეთზე აშენდა 60-იან 70-იან წლებში. ჩვენი ოჯახის თანხმობით. ეს მიწის ნაკვეთი ახლა, სადაც ჩაის მიღების პუნქტი იყო, მაგის ზემოთ, ოდნავ მაგის ზემოთ. ორივე ერთად საერთო ჯამში რო აიღოთ, თითქმის იყო 4 გექტარი და 100 ციტრუსის მიღების პუნქტი. ჩაის მიღების პუნქტი აშენებული იყო 60-იან 70-იან წლებში. ჩვენი ოჯახის თანხმობით. მომიჯნავენ მეზობლად ამ მიწის ნაკვეთის მეზობლად ითვლებოდა ხინიკაძე. მე მგონი თუ არ ვცდები ჯაფარიძე, აფხაზავა, რომელიც დაადასტურებენ დაჟე, რომ მაგანი იყვნენ მეზობლები ამის უკან რა. სულ აღემატებოდა 5 გექტარს. თითქმის 5 გექტარი იყო. დათო ღაღაიშვილის და ბადრე ღაღაიშვილის ოჯახმა შემდგომ ადგა. მაშინ ბადრე მუშაობდა გამგეობაში, იყო იურისტი გამგეობაში. ჩემი მაშინ ცოდნით იყო მე მგონი ადვოკატი. გაიგო რომ აქ უნდა გასულიყო ავტომაგისტრალი. ავტომაგისტრალი უნდა გასულიყო. გამიგა ამოიღო ყველა საბუთები, დაადასტურა და მე მოვიდა, ხო და ეს ვერ გაიფორმა, ციტრუსის მიღების პუნქტი, გაიფორმა ჩაის პუნქტის ნაკვეთი. იყო სასოფლოთი და გაიფორმა ის ტერიტორია, რომელიც დღეს მაქვს მე სადავოდ. და კაცი მე დავება კიდევ მეორე ამ ციტრუსის მიმღებ პუნქტზე. აქ იდგა შენობა ოფიციალურად, დიდი ანგარები იდგა, მერე იდგა წვენების ქარხანა, სადაც მამაჩემი ამუშავეს. ხო და მე მალულად ადგა, გაიფორმა, განცხადება რომ დავწერე, ეს მე გავაკეთე მე დამოუკიდებლად, რომ ბადრიზე მე დავა. ეს არ იცოდა მაშინ არც ბიცოლას ჩემმა თალიკო ბიცოლამ არ იცოდა, ისე გავაკეთე მისგან უკითხავად. საქმიდან გამომდინარე რა თქმა უნდა რომ არ ენერვიულა. წავიდა მაგრამ არავითარი რეაგირება ჩემს დაწერილ განცხადებას არ მოყოლია. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ეს პრობლემა მოგვიგარევინა ყოველგვარი სამართლის გარეშე. და გავაკეთეთ მოლაპარაკება. დაუძახეთ უხუცესებს, ვინც იცოდა. მოუყარეთ ყველას თავი, გაკეთა აქ მოლაპარაკება, იყო თვითონ ბადრიც, მისი მხარეც რაღაც ყავდა 3-4 კაცი ამოყვანილი, არავითარი. მეორე შეხვედრა კიდევ გავუკეთეთ, მოლაპარაკება გავაკეთეთ კარაქობულეთში. იქ უკვე ოფიციალური მოლაპარაკება გაკეთა რა. იქაც იგივე სიტუაცია. მე შენ მიჩივლე, კი ბატონო მე დავждები ციხეში, გამოვალ და მაინც ჩემი იქნება. ეს იყო მისი ბოლო უხუცესების არგუმენტი ამ შეხვედრაზე იყო ის, რომ უთხრეს ამას როგორ ამბობ, რომ ეს შენი არასდროს არ ყოფილა. არასდროს. ვითომ არაფერი. ჩვენ საარქივო ცნობა მაშინ ვაჩვენეთ. დაუდევით წინ, მაგრამ აქ ჩემიც არისო. როგორა შენი, მე ვთხარი. როგორა შენი, სადაა შენი? დამიმტკიცე. არავითარი რეაგირების მხრიდან. იმის შემდეგ მე გავიგე ისიც რომ ეს მიწის ნაკვეთი აიღო, გაყო ნაწილებად, 3 ნაწილად გაყო და გადააფორმა მის სანათესავო წრეზე. სიძე იყო, ახლა მე გავიხსენებ ზუსტად, ერთი მისი ძმისშვილი იყო და მესამე მისი მოყვარე. ცოლის მგონი ბიძა იყო რა. ეს სანაცვლოდ მას არაფერი არ მიუღია. მე მგონი თუ არ ვცდები იყო დიასამიძე. და ამ დიასამიძესთან ამას ჰქონია ბადრის ვალი. იმ დიასამიძემ აიღო ეს მიწის ნაკვეთი გამოვართვა, გაუქვითა ვალი, ეს მიწის ნაკვეთი ვერ გაყიდა, იმიტომ რომ მე რა თქმა მქონდა ყველასათვის რომ ეს არის სადავო, ვინმე არ იყიდოს და მაშინ ამ სადავო მიწას არავინ არ ყიდულობდა. შენც რო იყო არ იყიდი, სადავოა. და მეგრე მიმართა ასეთ ხრიგს, რომ მიეცა სანათესავო წრისთვის. ამ დიასამიძე იყო მისი სიძე და მიცა მას ჯერ მოელაპარაკა, აგერ მაქვს მიწა, და ვალში გამიქვթե
და მოვილაპარაკოთ. უფრო ზუსტად 2017 იყო მგონი, რომ ბათაძემ გამოთქვა სურვილი, მე გავიგე, მივედი მასთან სამუშაოზე და უთხარი რომ არ წაეკარო. იმიტომ ეს არის სადავო. ბათაძე მითხრა, ემზარ, არავითარ შემთხვევაში გავიგე რომ თქვენი სადავო არის, შენ გაიფორმე და მე შენგან ვიყიდი. ასეთი წინადადება შემომთავაზა. მე ვთქვი, არავითარ გაყიდვაზე მე არ ვფიქრობ. უბრალოდ შენ არ გაეკარო, ეს არის სადავო. შარს ნახავ. და ბათაძესთან კიდევ ეს პირველი შეხვედრა არ იყო. მე როლანდისთან დარწმუნებული იყო, მივიყვანე ბათაძესთან და დავალაპარაკე. იცოდე, რო იცოდე, მე თვითონ ასე აპირებს. ბათაძემ იცის როლანდიმ რომ დაელაპარაკა. არავითარ შემთხვევაში არის სადავო ვიციო, მე არ გავეკარებიო. მაგრამ მაინც გააკეთა მისი და იყიდა ნაკვეთი. ამ თემაზე ბათაძეს როგორ მეტყვის უარს მე ბათაძე რომ მე არ უყოფილ ვარ და არ გამიფრთხილებია. ყავდა გაფრთხილებული, იცოდა. და მათი კიდევ ბათაძემ იგიც მითხრა რომ როლანდიზე დაკავშირებულა და შემახვედრეო. დავდექით და მე და როლანდი ჩავედით მასთან სამუშაოზე. და იგივე თემა რომ მე არ გავეკარები. არის სადავო, ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემები იყო, აქეთ როლანდი არ იყო. ვაგვარებდი მე. არც თალიკოს ვეუბნებოდი, რომ არ ენერგიულა. არ მინდოდა რა ზედმეტი ნერვიულობა მისთვის. მე ჩამოვიდა როლანდი. ჩაერთო თავისთავად როლანდი. მე მოხდა მაშინ ის მოლაპარაკება ერთიც, მეორეც, მაგრამ ნოლი. რაც შეეხება ჯემალ ღაღაშვილის, დათოს და ბადრის ბაბუას, აქ მიწის ნაკვეთი 1 გრამის არ ქონდა. 1 მეტროც. მას რაც ქონდა მისი მიწის ნაკვეთი, რაც მისი სახლი დგას და ბაღი. იქ იყო მათი. და იქ არის გზის მეორე მხარეს, იქაც 3 ძმის საძილოა, იქაც მეკუთვნის მე წილი. ბოლოს სიტყვა მე ის მინდა ვთქვა, რომ ბადე ღაღაშვილმა ეს ყველაფერი გააკეთა უკანონოდ. მე ასე ვთვლი, კრიმინალი ჩაიდინა რა. ბადე ღაღაშვილს არავითარი საბუთი ამ მიწის ნაკვეთებზე არ ქონია და არც ქონდა. გამოიყენა ბოროტად მისი სამსახურული მოვალეობა. მე ვთვლი, რომ იყო ნამდვილი კრიმინალი. მაშინ იყო ნაციონალები, იყო დაახლოებული ნაციონალურ პირებთან, საკრებულოსთან, გამგეობასთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და არ ვიცი რა გზით გაიფორმა. დიახ, მიიღო მიწის აღიარების ცნობები. ისიც ვიცი, რომ მაშინ ქობულეთში ძალიან ბევრი ცნობები გაიცა ამ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც არაკანონიერად ითვლებოდა და მაგის გამო იყო გასამართლებული საკრებულოს თავმჯდომარე. ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე მაშინ უკვე აღარ იყო, განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან. შეუთვალა ბადრის, რომ ამ მიწის თაობაზე მეორედ ვინმე ჩემთან არ მოვიდეს. საშაიროდ კიდევ არ გამიხადო მე ეს საქმე. მათ შორის საუბარი დაიძაბა ძალიან. იყო დაძაბული. ბადრიმ უთხრა, არიდერდო, მე მაგ საქმეს ვეპატრონები. მე ასეთი ინფორმაციაც მქონდა. ბადრიმ ამ მიწის ნაკვეთში თავისი ძმა დატო იმიტომ შემოიყვანა, რომ უნდოდა, რომ ამ მიწით უთხრა, რომ ამას გავყიდი და მე შენ გიყიდი ბინას, საცხოვრებელს. უნდა გაეყო დატო. ბადრიმ თავისი ძმა დატო იმიტომ შემოიყვანა ამ მიწის ნაკვეთის საკითხებში, რომ ეუბნებოდა, აგი არის ჩვენი ბაბუის დანატოვარი და გეკუთვნის შენაც. ამ მიწის პრობლემა თავისთავად მოგვიდა ძალიან დიდი პრობლემა. დაიძაბა სიტუაცია გვარებს შორის. ჩვენს ოჯახსა და მაგათ ოჯახს შორის პირადად. არანაირი ურთიერთობა აღარ გაგვაჩნია. არის დავა დღესაც. მამაჩემი იყო გულით ნაოპერაციები და არ იცოდა როდის დაამთავრებდა უკვე თავის სიცოცხლის ხანგრძლივობას. ესე იგი, მამაჩემმა ბიძაშვილი ჯუმბერი, ეს თავის მამას ქვია რომანი, მანქანაში ის შეისვა ჩემს ბიძებთან ერთად. ეს არის ბადრი და დათო ღაღაშვილის მამა თამაზი და თავისი ბიძა თენგიზი, ძმები თამაზი და თენგო. ესე იგი მოყავს ამ ადგილას, სადაც ჩვენ ახლა ვდგევართ. და აქ უთხრა ჯუმბერის, როგორც ახალგაზრდას, რომ ჯუმბერი დღეს არის კომუნისტური წყობა, მაგრამ არავინ არ იცის ხვალ და ზეგ რა მოხდება. ამიტომ როგორც შენ
ახალგაზრდა, ესე იგი მე შეიძლება ხვალ აღარც ვიყო ცოცხალი და იცოდეო, რომ ჩემი შვილები და ძმისშვილი, ესე იგი აქ არ იმყოფებიანო, ეს ასე თითით მოუხაზა, რომ ეს ადგილიო ეკუთვნება ამ ორ ოჯახს. ესე იგი თავის ძმას ილია ღაღაიშვილს და პიროვნება მამაჩემს, ესე იგი ასლან ღაღაიშვილს. ამის შემდეგ ესე იგი იყო ასეთი შემთხვევები, აგერ აქ ზემოთ იყო ჩაის პუნქტი, ესე იგი რომანის შვილს ოსიკოს უნდა პროფილაქტიკის გაკეთება, მივიდა თამაზისთან და თენგიზისთან, ესე იგი დათოს და ბადრის მამა და ბიზასთან და ეკითხება, რომ თამაზბიძია თუ შეიძლება პროფილაქტიკის გაკეთება. თამაზიმაც და თენგიზიმაც ძმება უთხრენო, ეს ჩვენ არ გვეკუთვნება და გადადითო დაილაპარაკეთ ან ასლანს, ან ილიკოს რა, ესე იგი მამაჩემის ძმას. ამის შემდეგ ოსიკო იყო მისული, ესე იგი ბიძაჩემთან, ეს არის ემზარის მამა და უთხრა, რომ ასეთი რაღაცა, ესე იგი პროფილაქტიკის გაკეთება მინდაო. ხო და ბიძაჩემმა უთხრა, არანაირი პრობლემა არ არის ოსიკოვო, მეც პირიქით ხელშეგიწყობო, გააკეთე, მაგრამ იცოდე ერთი რამო. ეს ადგილი არის ჩვენი ორი ოჯახისო. ეს იყო და ეს. ამ შემთხვევაში ამ ორ ძმამ, უпростоრად ბადრიმ, ესე იგი გააკეთა საბუთები ყალბად. ხო და გეიფორმა ესე იგი ეს ადგილი. მე ეს არაფერი არ ვიცოდი და ყველაფერი მე ეს გევიგეთ 2015 წელში, როცა მე დავბრუნდი. ამის შემდეგ მე უკვე სოფელში ვკითხულობდი უხუცესებში, ვინც იყო შემორჩენილი ამ დროს და ყველა აბსოლუტურად მე შემიძლია ჩამოთვალო ის უხუცესები. ეს იყო ასლან თებიძე, ეს იყო ბოცო, ესე იგი სახელი ახლა როგორ არის პასპორტით ბოცოს ეძახდნენ ცივაძე, იყო ახმედ ფალიძე, იყო ბიძათ მეკუთვნება ისევე მამია ღაღაიშვილი, ასლან დედოფალიძე, ის ასლან მამინაშვილი ბოდიში, ვინ იყო მურად ვერულიძე, თავმჯდომარე. მე გადავწყვიტე, როცა უხუცესებმა მთელი სოფელი მაქვს შემოვლილი და ყველა რომ ამას მიდასტურებდა, მეუბნებოდა, რომ ეს არის თქვენი ორი ოჯახისო, გადავწყვიტე, რომ მშვიდობიანად მომეგვარებია ეს ყველაფერი. თავს შეკრება, ესე იგი, ჩემი თხოვნით, შევიკრიბეთ ამ ადგილას აგერ ზემოთ. იქ იყვნენ უხუცესების სიტყვა იყო პირველი, რომლებმაც მათ თვალწინ, ბადრი და დათოს თვალწინ, უხსნიდნენ, რომ შვილო, ეს აი თითით აჩვენებდა, რომ ასეო, ეს ბილიკი საიდან ჩადის, აქ რა ხეხილები მოდიოდა იმ დროს, აღხსენები იყო ხმარტლი, ყურძენიო, ჩაი, ვაშლი და არ ვიცი რაღაცები იყო ჩამონათვალი. სადაც არქივის საბუთს თუ გადავხედავთ, ხო, იქ არის ყველაფერი ესე იგი მოცემული. მე ამ დროს არქივის საბუთი, რასაც ქვია, მე არ მქონდა ხელში და ვერ ვამტკიცებდი, მე აქ ჩემი რა არის. მე მხოლოდ ვამტკიცებდი უხუცესები. მანამდე საბუთს ვეძებდი, მაგრამ ვერ ვნახე ეს საბუთი, არქივის საბუთი. ესე იგი, ეს მოლაპარაკება რომ მოხდა, გასული არის 3 დღე მიახლოებით. იგივენაირად მინდოდა, ესე იგი, თავშეკრება ამ ხალხის, მოყვანა ამ ადგილას. შემხდა მე ასლან თებიძე, ეს ენტესის დასახლება არის მიახლოებით ენტესის დასახლებაში და გამაჩერა და მითხრა, რომ ბაბუაშენის საბუთები თუ ნახევო, იმიტომ საბუთები და გენახა და რაღაცა. მე უთხარი, ვერ ნახე ეს საბუთები. მითხრა, როგორ ეძებ ამ საბუთებს. მე უთხარი, ესე იგი, მამის სახელი, სოფლის სახელი, ხო და წლები მიახლოებით. და როცა მე შემეკითხა, სოფელი ქვედაკვირიკევო, ეს არ იქნებაო სწორი, მაგადგის ერქვაო შხულიათიო. აი ეს ჩვენი ფართი სადაც არის. მართლაც იქედან, ესე იგი, სახლში რომ მივედი, ჩემი მეზობელი არის მერაბი ხინიკაძე, რომელიც კარგად ერკვევა ამ ისტორიულ რაღაცებში, აი ვის რა ეკუთვნება ფართი თუ მიწა თუ რაღაცა, თვითონაც იგივე გამიმიორა
თვითონაც და მითხრა რომ მაგ ადგილს ქვია შხულიათი და მოძებნე აი ამ სახელწოდებითო. მართლაც ერთი საათის შემდეგ მივდივარ ქობულეთში არქივში ვაკეთებ განცხადებას და იქიდან იმ დროიდან მიახლოებით 3 თუ 4 საათის განმავლობაში მირეკავენ და მეუბნებიან რომ მოდი ბაბუაჩემის საბუთები ინახავო. იქ იყო ბაბუაჩემის საარქივო საბუთში ბაბუაჩემის აბსოლუტურად ყველაფერი, ესე იგი წერია იმ დროში, როცა აბარებდნენ კოლექტივში, ეს ვაშლი იყო, სმარტლი თუ რაღაცები, წერია ფასებიც. ამ დროს არის იქ რაღაც ბეჭედი ურტყმე, რაღაც კოდი თუ რაღაცა მითხრენ, იქ არის დანარჩენი ძმების 3 ძმის ვის რა გააჩნიავო. ესე იგი მე თვითონ დავინტერესდი მე მაგის ვინც სპეციალისტები არიან ამ ფართების გამოყავდნენ ისეთი რაღაცები რომ მე მითხრენო ესე იგი ეს გეკუთვნება თქვენ მაგ გადის ტრასის გადაღმა აი ბერიძნების მხარეს ეძახიან იქ არის 4-ვე ძმაზე როცა მამაჩემი რო ცოცხალი იყო მეუნებოდა რომ თავი გაანებეთ იმასო აჩუქეთო იმიტომ ეს თქვენი რაც არისო ამას მიხედეთ თუ კი კომუნისტური პარტია ესე კომუნიზმი გადავარდებაო წერია მე აქ არის ფერმა იმის უკან კიდო იქ 4 ძმაზე რაღაცა იყოფა და რაღაცა მოყვანილია ასეთი რაღაცები ერთ-ერთი წყვის საბუთები რომ ნახე და რაღაცა მე ეს იყო უკვე მეორე მოლაპარაკება ჩვენი ჩატარებული იყო უკვე იქაც იგივეს იმიორებდნენ ის ხალხი იმ უხუცესებთან და ერთი წყვით არაფერი არ გამდიოდა ამ ხალხთან იყო საგვარეულო მოლაპარაკებაც უხუცესების სოფლის შეკრება მე არ გამდის არაფერი ამ ხალხთან მეორე შეხვედრის დროს მე ყველანაირი საბუთებით მასთან ვამტკიცებდი ჩემს სიმართლეს იყო მეორე შეკრება როცა იქ იყო უკვე უფრო მეტი ხალხი ესწრებოდა ამ მოლაპარაკებას ვიდრე აქ ვიყავით და ესე იგი თავს იმართლებდა ეს ბიზაშვილები იმით რომ ესე იგი გაფორმებული ქონდნენ უკვე გადაფორმებული ქონდნენ ესე იგი თავის სანათესავებს მოусმინა არავის ისე მოხდა რომ ესე იგი არც ბოლო სიტყვა უთქმია რა უნდა გეკეთებია შემდეგში ადგა და გადიოდა გასულიყო უკვე ოთახიდან უკვე წასული თვითონ ესე იგი რას ამბობდა ახლა ეს ბადრი თქვა ბადრიმ აი ასეთი სიტყვა აქ არის ხალხი რომელსაც ესმოდა ეს ყველაფერი მოწმე ხალხს გეუნები ესე იგიო მეო თუ მიჩივლებენო ეს ხალხიო ავდგებიო ციხესო მევიხდიო გამოვარდა ეს ფარტი ჩემი იქნება 2015 წელში უცხოეთში რო ვიყავი ესე იგი 2017 წელში დავრუნდი და ბათაძემ ესე იგი ჩემი მეგობრის სახელით შემოთვალა რომ აი ბათუმში რო გზა გქონდეთო რაღაც საქმე მქონდა რომ მენახარა ამის შემდეგ მეორე დღეს მე და ჩემი ბიძაშვილი ემზარი ჩავდივართ ბათუმში თავის რესტორანში სახელწოდებას ვერ ვიხსენებ რა სახელწოდება ამ რესტორანს ესე იგი იქ შედგა ჩვენი შეხვედრა შეხვდა ძალიან კარგად დავსხედით თავის კაბინეტში და ლაპარაკი იყო ის რომ ესე იგი ყოფილა მასთან ბადრი შეუთავაზებია აი ამ ფართის ყიდვა დათანხმებულა ეს ჯემალიც შეთანხმდნენ ერთი სიტყვით ესე იგი ამ ფართზე რომ ყიდვა გადაწყვეტილი ქონდა ხო და მითხრა რომ მეორე დღეს როცა მე სოფელში ვიყავიო ესე იგი სოფელში მეზობლებმა მე თვითონ დავინტერესდიო სოფელში გაკითხვითო ყველა მითხრა რომ ეს არის სადავო და არავითარ შემთხვევაშიო ამ საქმეს ჩამოცილდიო რა არის სადავო მართლაც მეც უარიეთ ესე გევისტუმრებო ბადრი და ჩვენი შეხვედრა დამთავრდა იმით რომ ესე იგი ამ ფართზე ლაპარაკი აღარ ხდებოდა ესე იგი ამის შემდეგ
ჩვენ დავცილდით ხელის ჩამორთმევით, გადის 4 წელი თუ 3 წელი მიახლოებით და ვგებულობ, რომ ესე იგი ჯემალ ბათაძეს მაინც შეუძენია ვიღაც დიასამიძისგან ეს ფართი. მე იმას დავამატებდი, რომ ჯემალის საქციელს ეს იცოდა ყველაფერი, რომ ეს სადავო იყო. ჩვენ ისე დავცილდით, ესე იგი არ უნდა იყიდა უნდა ეს სადავო ფართი, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, ესე იგი ყიდვა და ამ დროს მოხდა ისიც, რომ აქ სასამართლო დავა მიმდინარეობდა და შეტყობინებაც მიიღო, რომ ესე იგი ამ ფართზე არის სადავოდ, რომ ჩამოცილებული იყო ამ საქმეს და ერთი სიტყვით ასე რომ კეთილსინდისერე როგორ უნდა გამოჩნდეს ადამიანი, როცა იცის ჩვენ ვილაპარაკეთ, შევთანხმდით და ამის შემდეგ მაინც თავის აკეთებს ერთი სიტყვით, რომ ყიდვით. არ ვიცი ახლა როგორ ჩათვლის ამას კეთილსინდისერად. ჯემალ ბათაძე ცხოვრობს, სადაც ეს ფართი არის მიახლოებით 500, 400, 300 მეტროში ამ ფართიდან. იქ ცხოვრობს თავისი მშობლები, ეს რო არ ცოდნოდათ გამორიცხული არის, არ შეიძლება რო არ ცოდნოდათ. დაჟე უთხრენ ხო, სანამ ამას აპირებდა, ესე იგი ყიდვას, მანამდე ჩვენ შეხვედრილები ვიყავით, მოკითხული გქონდა ოჯახში, სოფელში, უხუცესებში და ყველა უდასტურებდა იმას, რომ ეს არაო. ესე იგი, მამხალხის და ეს გახდებოდა ყოველთვის სადავო, მაგრამ მაინც თავისებურად გადაწყვიტა ყიდვა რატომღაც. 95 წელს მოხდა ჩემი და ჩემი მეუღლის დაოჯახება და მე გავხდი რძალი ღაღაიშვილების ოჯახში. აი იმ დღიდან მოყოლებული ვიცი და აი პირადად არაერთხელ როცა მანქანით ჩამოვივლიდით ხოლმე აი ამ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიისზეც არის ახლა დავა, ჩემი ცხონებული გარდაცვლილი მამამთილი მეტყოდა ხოლმე აი და ისიც კი მახსოვს აი საიდან სადამდე მეტყოდა რომ აი იცოდე შვილო ეს ზუსტად ამ კონტექსტით რომ აი ეს ნაკვეთი ეს მიწა გვეკუთვნის ჩვენს ოჯახებს არაერთხელ მოსულა ჩვენს ოჯახშიც რაღაცა კითხვით სხვა გვარის წარმომადგენლები რომლებსაც უნდათ აი თუნდაც აქ რაღაც სასაფლაოსთვის რაღაცა პატარა ნაკვეთი აი რაღაცისთვის საკუთარი აი ბაღჩა თუნდაც გაეკეთებინა ყველა მოდიოდა ჩვენთან, ჩვენს ოჯახში, ვინაიდან ჩემი მამამთილი იყო იმ პერიოდისთვის ცოცხალი და ყველა ეკითხებოდა იმას, რომ თუ შეიძლებოდა იქ გაეკეთებინა მსგავსი რაღაცა, მაგრამ ჩემი მამამთილი ამაზე კატეგორიულ უარს ეუბნებოდა, იმიტომ რომ ეს ერთადერთი რაც ჩემი მამისგან მებოძა, ეს იყო ეს მიწა. სულ ამას იმეორებდა, ვინაიდან ისინი იყვნენ 5 ობოლი, მათ მამაც კი არ ახსოვთ, იმიტომ რომ ის იყო იმ პერიოდისთვის გადასახლებული და ეს 5 შვილი გაიზარდა უმამოდ. მხოლოდ ეს ქონება, რაც მამისგან ებოძათ, ეს იყო აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც არის ახლა ეს სადაო. რაც შეეხება ახლა იმ ასრს, რომ ეს მალულად და ჩუმად გაიფორმა, ეს ჩვენ ძალიან გვიან გავიგეთ. ამის შემდეგ მე ამ პერიოდის განმავლობაში მე მუშაობდი ბანკში. მყავდა უახლოესი მეგობრები ბანკიდან გამომდინარე და მეგობრობ დღესაც კი და ესენი არიან მშენებლები. და მე მათ ვუთხარი, რომ ვეკითხებოდი, რომ აი თქვენ როცა შენობას იწყებთ, აი მშენებლობას არის რაღაცა მსგავსი ტიპის ნაკვეთის შეძენას აპირებთ, რას აკეთებთ? აი სადაო მიწას ოდესმე გიყიდიათ? ისინი მეუბნებოდნენ, არავითარ შემთხვევაში სადაო მიწას ჩვენ არ ვიყიდით, იმიტომ რომ როცა სადაოა, იქ უკვე წდება ყველანაირი მოლაპარაკება. მას შემდეგ რაც ბადრიმ გაიფორმა ეს მიწა და გადააფორმა ეგრეთ წოდებულ დიასამიძეზე, თავისი დეიდაშვილის ქმარზე, ესეც არის მშენებელი. მე ვნახე მათი უახლოესი მეგობარი, ეს არის დოლიძეები, რომლებიც არიან ბათუმში ერთ-ერთი მშენებლები და ვთხოვე რომ აი ამ სიტუაციაში როგორ იქნებოდა მისი აზრი. მან მითხრა რომ იგივე აზრი რომ კატეგორიულად მე პირადად არანაირად არ ვყიდულობ მსგავს საკითხებს და მაშინ მე ვუთხარი რომ თუ შეგიძლიათ სიტყვა შემაწიო დიასამიძეებთან რომ უთხრათ რომ ეს მიწა არის სადაო რომელიც მან ბადრისგან შეიძინა ეგრეთ წოდებული მაშინ შეიძინა თუ გადააფორმა როგორც მე ინფორმაციულად ვიცი ბადრის და ვალი დიასამიძეების $70,000. ამ დიასამიძემს იცოდა რომ ვერაფრით ვერ აიღებდა ამ ფულს ბადრისგან,
ეს მიწა გადაიფორმა, $70,000 გამოუქვიტა. მე ჩემს ახლო მეგობრებს, რომელსაც ჩემს მეგობრებად ვთვლი, გამომდინარე სამსახურეობრივად, მე ვთხოვე, რომ დიასამიძნებისთვის ეთქვათ მსგავსი რაღაცა, რომ ეს იმიტომ რომ დიასამიძეს ფიზიკურად შეყვანილია ამ შემთხვევაში შეცდომაში, მე ნამდვილად არ ვიცი ბადრი ღაღაიშვილმა რა უთხრა დიასამიძეს, მაგრამ ის ჩემი აზრით მე ესე ვფიქრობ, რომ შეყვანილი იყო შეცდომაში, რომ ეს მიწა ეკუთვნოდა ბადრი ღაღაიშვილს. ამის გამო მე მას შეუთვალე ლევანი დოლიძის პირით, რომ ეს მიწა არის სადაო და დაენებებინა ამ მიწაზე თავი. იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყოლო და მე თუნდაც ადამიანურ ფაქტორი ჩვენს მხრიდანაც გაუგებრობა და ეს გამოიწვევდა აი იმ შედეგს, რა შედეგამდეც ახლა შეიძლება რომ აღმოჩნდეს თვითონ. მაგრამ მან ესეთი რაღაცა შემომითვალა, მან მე როგორც გავიგე უთხრა ბადრის, რომ ბადრი, შენ კიდევ აპირებ ჩემ შარში გახვევას, როგორც მე ვხვდები. მაგრამ ამ დოლიძემ მოვიდა და მითხრა, რომ ლევანმა, რომ მე გადავეცი სიტყვა სიტყვით, მან თუმცაღა დაურეკა ბადრის და უთხრა, რომ ბადრი, იმედია შენ მე არ მხვევ რაღაცა ისევ ხელახალ გაუგებრობაში და ბადრიმ უთხრა იქედან, როგორც მივხვდი, რომ ერთი სიტყვით იმ ჟარგონულ სიტყვას არ ვახსენებ, რომ ეს მიწა იყო მისი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება გადაგასხვისთა დიასამიძეებზე და არა მარტო დიასამიძეებზე, აქ იყვნენ დიასამიძეს, იმიტომ უსვავ ხაზს, რომ თვითონ დიასამიძე არის მშენებელი, ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი არ აშენებულა, არაფერი არ დაწყებულა, იმიტომ რომ მათაც უკვე კარგად ხვდებოდნენ, რომ რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა ამას. შესაბამისად თვითონ როგორც კი გამოუჩნდათ ის შესაძლებლობა რომ გაეყიდათ, კიდე მოახერხეს ამის გადაყიდვა სხვა გვარზე, ეს არის ბათაძე, რომელიც თუმცა გაფრთხილებული იყო ამის შესახებ არაერთხელ ადრე ბევრი წლების წინ, რომ და თვითონაც ეს ბათაძე ადგილობრივი ამ სოფლიდანაა და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს ნაკვეთი იყო არა ბადრის, არამედ ეკუთვნოდა ეს ნაკვეთი შებან ღაღაიშვილის შთამომავლებს, ამ შემთხვევაში თალიკოს და თალიკოს შთამომავლებს, ემზარის და როლანდი ღაღაიშვილს. მან მიუხედავად ორჯერადი მოლაპარაკებისა და იქ ადასტურებს, რომ ის არ იყიდდა ამ მიწას, მაგრამ მან მაინც საბოლოოდ დიასამიძებისგან იყიდა ეს მიწა და ეხლა არის ბათაძის არსებული მიწა, რომელიც არის სადაო, არის ვაჟა ბათაძის სახელზე. გაიფორმა მან ეს მიწა. თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ქონება გასხვისთა ისევ, მე ვფიქრობ, რომ ისევ არაფორმალურად ბათაძემ გაიფორმა ეს მიწა, თუმცა მე ვთვლი, რომ ესეც არის ფორმალური, ვინაიდან დიასამიძემაც და ბათაძემაც ძალიან კარგად იცის, რომ ამ ტერიტორიაზე ვერაფერს ვერ ააშენებს, თუმცა ეს გაითვალისწინა სასამართლომ, რადგან აღნიშნული ქონება ამ ეტაპისთვის არის დაყადაღებული. იმ პერიოდში, როცა ბადრი ღაღაიშვილმა მიიღო აღნიშნული მიწის გაფორმების უფლება, თვითონ ბადრი ღაღაიშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრი, ხოლო ორგანიზაცია, რომელმაც მან დაუკვეთა აღნიშნული ნახაზის აღიარება, ეს იყო ვანო მერაბიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ხოლო მისი მეგობარი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, რომელმაც ხელი მოუწერა აღნიშნულ ფაქტს. ხოლო მას არ მიუტანია იქ არანაირი არქივის ცნობა, ის მოხდა ჩვეულებრივად განაცხადის საფუძველზე, რომელსაც მას მიანიჭეს აღნიშნული მიწის უფლება მოსილება. თუმცა ეს იყო არასწორი, რა თქმა უნდა. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ იმჟამინდელ საკრებულოს თავმჯდომარე სტაკიძეს, რომელსაც მე ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ვესაუბრე იმის დიდი ხნის შემდეგ, როცა კი მომეცა ამის უფლება, მე აღნიშნულ პიროვნებას სტაკიძეს მე ვესაუბრე, მან იმ წუთასვე გაიხსენა ეს მომენტი
და აღიარა რომ ისევ შარში უნდა გაიხვევია ბადრი ღაღაიშვილს. მას მსგავსი ხელმოწერების გამო ციხე უკვე მოხდილი ქონდა და გამოსული იყო. თუმცა მან ისიც მიხვდა რომ ელოდებოდა ახალი წინაღობის წინაშე აღმოჩნდებოდა ამ შემთხვევაში. აკიძეს ვუთხარი რომ თქვენ გახსოვთ ეს მომენტი როცა ბადრი ღაღაიშვილმა გაიფორმა ეს მიწა? თქვენ იცით რომ ეს მიწა როგორი სადაოა, რომ ამ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არა ბადრი ღაღაიშვილია, არამედ შებან ღაღაიშვილი, რომელიც მე შემიძლია გაჩვენო, ისიც უთხარ რომ მას ვაჩვენებდი ამ დოკუმენტებს, რომელიც მქონდა არქივიდან ამოღებული. თუმცა ეს არ მოხდა, იმიტომ რომ მან რამოდენიმე დღის შემდეგ გავიგე რომ მან დაურეკა ბადრის და ბადრიმ იგივე უთხრა რაც დიასამიძეს, რომ ერთი სიტყვით არ ვერ ვიტყვი იმ ჟარგონს რაც უთხრა, რომ არ მიაქციოს მსგავს ჩემს მიერ ნათქვამ ამ წინადადებას რაც მე უთხარი ყურადღება. მამა ჩემი და შებანი იყო ბიძაიშვილები, მუშაობდნენ ერთად. მე მამა ჩემიდან რაც ვიცი გადმოცემით, თავმჯდომარედ მუშაობდა, მამა ჩემი მოლარეთ მუშაობდა. ერთად ვიყავით, აქ ვატარებდით დროს სულ ძროხებს ვაძვებდით. და ვიცოდი ახლა იმ მამა ჩემის ნათქვამითაც და ის ბიძაიშვილი რო იყო, იგი დაგვატარებდა აქ. ასე კრუქში ყველგან აგი ჩემი არის. აქანე ახლა არქივი რომ ნახე მე ძველი რომ ნახე, სად რახე იყო იმას ყველას ვიტყვი. რაც იყო. მამა ჩემი იტყოდა რომ აგერ ამ ფართობში შემაღლება იყო იქანი და იქ ეწოდა სახლის გაკეთება. მამა ჩემისგან რაც ვიცი. იქა მოხდა საფლავი. ხალხის გარეშე არავინ არ იცოდა რაღაც ამბავზე დაამოკლა კაცმა და დამარხა ის. ვინც იყვარა საჭირო. იმის მემრე ქევიცოდი რომ ეს იყო შებან ღაღაიშვილის. რო წამოვიზარდე კოლმევნობაში დევიწყე მუშაობა მაშინაზე. მაშინაზე მუშაობდი. და აქა ვაშლები იყო, სხალი იყო, რაც იყო, ეს გაპიროვნებული შებან ღაღაიშვილზე იყო, მაგრამ შეღობილი არ იყო აფერი და ერთ ცალვას ვერ მოვწყვეტდით. მე ის მახსოვს, ვერაფერი რომ ვერ თქვა რომ მაშინაზე აქ რომ ვაშლი მეიკრიფებოდა, კოლექტივი მოკრებდა, დაიტვირთებოდა და შებან ღაღაიშვილის გაპიროვნებულიდან პავილიონში წევიღებდი მაშინ დოკუმენტი. ახლა შებანის ძმა ჯემალი, ოსმანი, ისინი მახსოვს, მამა არ მახსოვს. მეორე ძმა მუხამედი იყო, ის არ მახსოვს მე. მაგრამ ამ სიმახსოვნეში მე არავისიდან არ გამიგონია ჯემალი, სერდალი, ოსმანი, ვინმე არ გაგონილა. შებან ღაღაიშვილის. წევიდა მარი ამ ამბავზე დავა, მაგრამ დავაწევიდა როგორ ის ბიძაიშვილი რომ მოკტა, რომელიც ამას უფრო ყურირებდა, იმ საათიდან დაიწყო თურმე ამაზე მოქმედება. თუ არა, ის რო ყოფილიყო, ორი თავი უნდა ხონოდა კაცს, რომ რაიმე ეთქვა ვინმეს. ვერ იტყოდა ვერავი. იქნა მოლაპარაკება, ერთხელ მოლაპარაკება, რამდენჯერ ვინ იცის. და ბოლო რომ უთხარი ამ ვისაც ველაპარაკებოდით, ბიჭო, რატომ შვრები მეთქინდა? მეო რაიკომში ხალხი მოატყბებო. ხელი მოაწერიე დოკუმენტიო, აწიო. ციხეს მომისჭიან, მოვიხდი, ფულს მომისჭიან, გდევხდი. მიწას არ დავთმობ და ვსიო. აი ლაპარაკება მის. მოლაპარაკება პირველი აქვე გქონდა მოლაპარაკება. მერე ქალაქში ვიღაცების ერთად. ჯემალ ღაღაიშვილი, ოსმან ღაღაიშვილი იგივე შებანის ძმები იყო. მუხამედი იყო კიდევ შებანის ძმა. ი არ მახსოვს მე, ოსმანი და ჯემალი მახსოვს. ბაბუა მაგინის არ მახსოვს. მაგრამ მაგინზე გამეორებით რომ თქმული იყო მაგინი მოწილე ან სადმე გატარებული ეს არ გაგონილა და რა ვიცი. იმ გზიდან გზაი რო გადის ახლა იქიდან
ერთი 7-8 მეტრო გორი იყო მაინც, მაგრამ მარტო წყულა წვერი გორი არა, ზეთ ეხბიდოდი, აქეთ ბალისხე იყო, აქეთ ამ მხრიდან, ზეთ იყო ზამთრის მუშმულასებუნებიან, სხმარტი, ის ერთი ძირიხე იყო იმ მინდორს. გადმოცემით ჩემი უფროსობიდან და იმიდან აქ ამუშავებდა და ეწადა აქ ცხოვრება. ბადრ ღაღაშვილის ქცევას და მოქმედებას მაგასთან ლაპარაკი მქონდა რამდენჯერ და რაღა უნდა ვთქვა და რაღა მაქვს სათქმელი კაციც რო ეტყვი და პასუხს გაგცემს რომ მე მოატყვილე რაიკომში ხალხი ხელი მოაწერინე მარტო მეტი არ მითხრა აი საერთოდ თქვა საერთოდ დემის მე რაღა მინდა ველაპარაკო ჩემთვის სამართლიანობით ბადრიც ერთია და ყველა ბიძაიშვილი ერთია ბიძაიშვილი ჩემი ბავშვობა აქ გავატარე დაწყებული 8 წლიდან ალბათ კოლექტივიზაციის დამთავრება ჩემბანუცი ღაღაშვილი ვიძახდით ბავშვები ჩემბან ღაღაშვილის ყოფილი აქ ვაშლები იყო იქ ჩაი იყო გორი იყო ვიცი საზღვრები ყველგან ვიცი ყველგან აი ტერიტორია იქით აი ტერიტორიები მესმის იქით მეზობელი ცხოვრობს იმას საბუთი აქვს გონდა და იმან მითხრა რომ ერთ მხარეზე შებან ღაღაშვილი და ჩვენი მოსაზღვრე მეორე მხარეზე ჯაფარიძე ჩაიგერა ახლა სასაფლავები და ავტობანი გევდა იქ მაგრამ ჯაფარიძე აქოური არა სოფელ ქობლეთელი არის და აგიდაგებით იმ გორზევო მაგ გორი იყო გადათხარეს იმ გორზე აპირებდა სახლის გაკეთებას მასალა მუდანია და ვიღაცას უთქვამს მაგ აქ ტარია ჩადებულიო მიცვალებულიო და მეუღლისა და აღაშენებია სახლი მაგრამ იქ აღაშენა ზეით ვასებით გადმოცემით აქ ადრე იყო სამჭედლო იქა მაგერ მაქანე კოლექტივის სამჭედლო მერია გერახანაება და საკათმე იყო ქათმები ყავდა კოლექტივს მერე სასაზრდო ააშენეს მერე პავილიონი ააშენა თავრობამ თუ გასაბრավეს აი შენება მახსოვს იქ პუნქტი იყო ზეთ გორზე პუნქტი მახსოვს ჩაის დავიშახეთ აგებიცი რომ ბიძაიშვილები დავობენ მე არ გამიგონი ახლა მაი ხალხი 70 წლის ამბავი ხომ მეწოდინება მაგრამ არ გამიგონია რომ აქ ოსმან ღაღაშვილი იყო ჯემალ ღაღაშვილი იყო მიწახონდა მოქმედობდა მუშაობდა არ გამიგონია არც მუხამედ ღაღაშვილი მაგენი ძმები იყო 3-4 არ გამიგონია იქ საზღვარზე რომ ყოფილიყო შედეგი ოსმან ღაღაშვილის ჩაწერდა იქ ხესტაიბერიძე ბაბუამისი არა შებან ღაღაშვილს ხომ აი ვიცი ახლა შეიძლება დოკუმენტი ახალგაზრდა ქიმუსტრა იმას აქ კიდამალიეს ან გადამალეს რამე ეკნეს მაგრამ სუსტად წერია აქედან აფხაზავე მე შესაძლებლობა იქიდან რომ შებან ღაღაშვილი ჯაფარიძე იბერიძესებს იმას ძველისვერი დოკუმენტია კონდა აგებით მე დავიბადე და გავიზარდე ალამბარში და 66 წლიდან ვარ კვირიკის რძალი ვერულიძების ოჯახში მოვხდი აქ და 66 წლიდან მუშაობდი ქობულეთში ცენტრში რაიუნივერ მაღაზია იყო ასეთი ყოველ დღე გარდა შაბათ-კვირისა მიწევდა ამ ტერიტორიაზე გავლა და აქ რო ჩამოვიდოდით იტყოდნენ რომ ღაღაშვილის ნასახლარი აგი და რამე შეხვედრა და რამე თუ გვინდოდა შევეხმიანებოდით ერთმანეთს მას მივცემდით რა ქვია ადგილს რომ სად უნდა შევხვედრილიყავით და ღაღაშვილის ნასახლართან მოდი და ამ ინფორმაციას მე ვცნობდი და ვიცოდი და მაგ კიდე შემაღლება ადგილი იყო ტერიტორია და ის გადათხარეს
ავტობანი რო გაიყვანეს, მაშინ მიწა ისარგებლეს და მის მიწა გადაზიდეს იქედან. აქ იყო ნაგებობა მანდარინის ჩასაბარებელი პავილიონი, ჩემი მეუღლეც მუშაობდა მაგან. ბევრი კვირიკელი მუშაობდა მაგან, ჯიმშერ გოგიტიძე, სურიკო ვერულიძე, ასლან ვერულიძე, ჩემი ასლან მახარაძე იყო გამგე მაგის ფერმის პავილიონის. კაკო გოგიტიძეც მუშაობდა კიდე. და ზოგიერთები არც მახსოვს ახლა ასაკიდან გამომდინარე. ამ ქონების სადაობაზე ვიცი რომ ბადრი ღაღაშვილმა როლანდიო არ იყო აქეთ არ ცხოვრობდა საბერძნეთში იყო და ისარგებლა მაშინ პერიოდით იმ პერიოდით და ის მიწა რომელიც შებორცავეთ იყო მაღლა ზევით გადასცა ავტობანის ჩინელები თუ არ ვიცი ვინ მუშაობდა და გაყიდა მიწა და მერე ის ძირი როლანდის საქართველოში არ ყოფნის დროს ისარგებლა და გაუფორმებია თუ გაუყიდია მაგდენი დაწვრილებით აღარ ვიცი ახლა მეზობლების გადმოცემით როლანდის გაუფრთხილებია ბათაძეს უყიდია მაგი მიწა ეს ახლა და როლანდი მისულა მეზობლები ლაპარაკობდნენ იქეთა კვირაში და უთქმია ბადრი ღაღაშვილზე რომ ეს მიწა არის ჩემი ბაბუას მამაჩემის ქონება და ეს მიწა სადავოა და არ იყიდოო მაგრამ ბათაძეს მაინც უყიდია ბათაძე ამ სოფელში ცხოვრობს კი აგერ მეურნეობაში ცხოვრობს ზევით და ცოდნოდა და ეცოდინებოდა რა თქმა უნდა 100-200-300 მეტროში ცხოვრობს ზევით ამ მიწიდან კი რომელიც სადავო მიწას არის 500 მეტრო თუ იქნება მეტი არა და იცოდა ნამდვილად ეცოდინებოდა მე თუ ეგერ ცხოვრობს ზევით ჯამეზე 15 კილომეტრში და რამდენს ავივლიდი და ჩამოვლიდი ვიცოდი რომ ღაღაშვილის ნასახლო არ იყო იმას თავისთავად აქ ეცოდინებოდა აგერ ცხოვრობდა ხშირად მამაჩემის ერთად დავდიოდი ხო და აქ იყო შემაღლებული ადგილი გორა იყო და მამაჩემი ხშირად იტყოდა რომ ეს ასლანის ადგილი მაგარი საოჯახი ადგილია ძალიან მაგარი ადგილია და მოსწონდა ძალიან. ხო და მე ვიცოდი რომ ეს იყო ასლამიძე ღაღაშვილის ტერიტორია. მამაჩემიდან ვიცოდი და ყველა ასაკერმა ხალხმა იცოდა რომ ეს იყო ასლან ღაღაშვილის მიწა. ასლანის მამამ შებანი ღაღაშვილმა სახლის აშენება დაიწყო აქამდე მე როგორც გადმოცემით ვიცი ხო და მე რაღაცა დამოსახლებული ყავდა, მაგრამ აი მიწაში ინახა მე მგონი გარდაცვლის ძვლები თუ რაღაცა და გაიგო რომ გოგო იყო რაღაცა დამარხული და აქანე მოსახლეობას მე არ გავსწევოდ, მაგრამ მიატოვა ეს ადგილი და წავიდა ზევით. მაგრამ ეს მისი იყო ეს მიწა. უსამართლოდ მოექცენ ასლანის ბიჭს. აქეთ არ ყოფნაში ისარგებლეს ეს მომენტი და გადაიფორმეს ეს ტერიტორია რა ისე რომ ასლანის ბიჭმა არ იცოდა არაფერი რომ ჩამოვიდა საბერძნეთიდან მერე გაიგო ყველაფერი ყველა ამას ადასტურებს აქან სოფელმა იცის რომ ასლან ღაღაშვილის მიწა ეს ეხლა გავიგე რომ ბათაძე მიყიდაო რა გავიგე ბათაშვილის რაღაცა ეთყობა შეცდომაში არის ჯემალი შეყვანილით მაგრამ ჯემალი არ არის ესეთი ბიჭი რომ სოდნოდა და რაღაცა გაიკეთებინა მაგრამ შეცდომაში არის შეყვანილი ჯემალის ეცოდინებოდა რომ ღაღაშვილის მიწა იმიტომ რომ იცოდა ყველამ რომ მიწა იყო ღაღაშვილების ეთყობა მაგით არის ჯემალი შეცდომაში შესული სხვა გვარის რო ყოფილიყო ჯემალი არ იყიდა. სხვა გვარი ყოფილი, იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ ღაღაშვილს, მაგრამ ასლანის თუ იყო ეთყობა არ იცოდა რა. დედაჩემი იყო ღაღაშვილის ქალი. ვიდრე ბიძაშვილები არიან მაგენი დედაჩემის. და მე საერთოდ საბჭოში მუშაობდი, მე პოლიციაში ვიმუშავე 27 წელი და ბევრი რაღაცები ახლა ჩემი ინფორმაციები მაქვს ამ ხალხიდან მოწოდებული და უმეტესობა დედაჩემიდან ვიცი. მე გაგონილი მაგ დედაჩემიდან რომ ჩემიო ბიძაშვილი იგიო ბიძაშვილიო შებანიო იყო კოლმეურნობის თავმჯდომარეო.
37 წელში. ხო და 37 წელში რეპრესიები რომ დაიწყო იმ პერიოდშიო მაგასო აქ იგი იყო გადათხრილი არ იყო ეს გორა, შემაღლებული ადგილი იყო და მაქაო მოიტანაო სახლის მასალაო, სახლი უნდა აეშენებია და გამორიგებულიყო. 37 წელში რომ ესე იგი რაღაცა მაშინ რეპრესიები რომ დაიწყო და ვითომ მავნებელი იყო და დაიჭირესო ეს სახლიო მოტანილი დარჩაო, აღარ გაუკეთებიათო. პატარა ბავშვები და შვილებიო ჩემ რძალსო ემინე შაქარიშვილსო და ესე იგი იქ თქვა რომ იქ სად უნდა გავრიგდე, არავინ ჩვენიანი არ არისო და იქ სოფელში გარიგდაო. ნუ ვიცი რომ აქედან გადმოცემით ვიცოდი რომ ესე იგი ეს ადგილი იყო შებან ღაღაიშვილის და იქ სახლი უნდა გაეკეთებია მას. შებან ღაღაიშვილი მახსოვს მე ბაღნობიდან ჩემი მამა ჩემი მაგენ ინტელექტუალები იყვნენ, კაი მეზობლობა ხონდნენ, კაი ურთიერთობა ხონდნენ და მისი ახლა ბაღნობაში ძროხებს დავწყეჭი, დავდიოდი იქანაკენ და იმ ადგილებს სადაც ახლა პავილიონი იყო თუ რა იყო იქ იქ მინდორი რომ აიქანა, იქანა იყო ვაშლების ბაღი თითქმის. შებამბუძე ღაღაიშვილის ვაშლების ბაღი. შებამბუძე ღაღაიშვილის მიწა იყო იქ. ახლა ზუსტად ჩემ მიწის იმას ვერ გეტყვი აგერ აქა და აქა და იქანა საიდან წავიდა ის ვაშლები იყო მთლიანი ტერიტორია იყო შებან ღაღაიშვილი. ნაბადეთი 2-3 გექტარამდე იქნებოდა. ჯემალი შებანის ძმა იყო. აი როგორც შებანის ვაშლები ასეთ ჯემალის მიწა მე არ ამიცი. მახსოვრობ ახლა რამდენიც შეიძლება 10-15 წლიდან ბაღანა ძროხებს უსწრებს და ვიარებოდი, მაგრამ თელ ტერიტორიებს შებამუძეის მიწას უძახდნენ ვიცოდი. არ ვიცი ვინ დაო. მე მგონი შებანის რაკაცი არ ეყოლება მოდა. არ უნდა ყავდეს. შებამუძეს მოდავი არ უნდა ყავდეს. და ასე ვიძებს საერთოდ ეთქო. ჩემი ბაღნობიდან ყველა მიტყო და იტყოდა ვინ შებამუძეს ვაშლები. მე გადმოცემით ვიცი ჩემი წინაპრებიდან რომ აი იყო შებან ღაღაიშვილის მიწა, სარგებლობდა ამ მიწას. ხო და დღემდესაც მათია მე მგონი მე ასე ვიცი. გაგონილი მაქვს რომ ვიღაცა მიყიდა ეს მიწა გეიფორმა და ნაყიდი აქვს ვიღაცას, არ ვიცი ზუსტად ვინა. ჩივიან ვიღაც ბათაძე მიყიდაო. მაგრამ ზემოთ ამიწა გორა რომ არის იგი. მე პირადად ვადასტურებ რომ მამ შებან ღაღაიშვილის იყო ეს მიწები ჩვენი მოსაზღვრე იყო მაგინ ჩემს ახალგაზრდობაში ჩამოდიოდა მაგ ხალხი ხან ტყემალს კრებდნენ ხან ნიგოს კრებდნენ იარებოდნენ ხშირად აქა და მე ასაკში რომ შევიდნენ ალბათ ვეღარ ჩამოდიოდნენ რაღაცა და მანამდე იყო იარებოდნენ მე ხვდებოდი ხშირად მაგ ხალხს